25 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი იწყება. ეროვნული ჯილდო 1000 წლეულის ფონდის ინიციატივით წელს უკვე მერვედ ჩატარდება და სწორედ ამ კონკურსის კრიტერიუმებსა და კატეგორიებზე მე დეტალს გვეტყვის ახლა მაგდა მაღრაძე. სტუდიაში შემოგვიერთდა 1000 წლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა დილამშვიდობისა. საუბრობთ 2025-ის პროფესიული განათლების ჯილდოზე, რა ძირითადი კატეგორიებია წარმოდგენილი, შეფასების კრიტერიუმებზე ვისაუბრეთ და რაც მთავარია, სურვილებმა ხო როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა? დილამშვიდობის, მოგესალმებით. პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს 4 ძირითადი კატეგორია აქვს წელს. ეს გახლავთ წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. კრიტერიუმები დეტალურად არის ჩვენს ვებგვერდზე და სოციალური მედიის ქსელებში. და მთავარი კრიტერიუმი არის, რომ წარმატების ისტორია უნდა წარმოადგინოს სტუდენტმა, მასწავლებელმა, ბიზნეს პარტნიორმა ან საგანმანათლებლო დაწესებულებამ პროფესიულ განათლებაში რას მოღვაწეობენ, რა სიახლეები აქვთ, როგორ ხდება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარება, ანუ სპეციალისტების მომზადება, რომელიც დღეს განსაკუთრებით სჭირდება ქვეყანას და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს, განაცხადებს, გამოავლენს ნახევარფინალისტებს და შემდეგ ეტაპზე ჩვენ ნახევარფინალისტებთან ჩავნიშნავთ გასაუბრებებს, სადაც ყველა ნახევარფინალისტი წარმოადგენს თავის წარმატების ისტორიას, ეგრეთ წოდებული pitching სესია კეთდება ჟიურის წინაშე და უკვე მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს უკვე შევარდნით. წინა 7-მა კონკურსმა რა გვაჩვენა, სულ რამდენი პროფესიული სასწავლებელი არსებობს და რამდენმა შეიძლება სურვილი გამოთქვას მიიღოს კონკრეტულად პროფესიულ სასწავლებლებსაც შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა თუ ინდივიდუალურად არის ეს ჯილდო ხო როგორც არის წარმომადგენელიც ხო დაუშვათ რაოდენობრივადაც და შეიძლება დაითვალოს სულ რამდენი პროფესიული სასწავლებელია. საქართველოში მოღვაწ და ოპერირებად პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ნებისმიერს, რომელიც კანონის დადგენილი წესით ახორციელებს პროფესიულ განათლებას, განათლების პროგრამას, როგორც მოკლევადიანს, ასევე გრძელვადიანს, მომზადება გადამზადების პროგრამებსაც შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი. თქვენ გულისხმობთ ორთვიანი, სამთვიანი რაც არის ამ პროფესიულს. დიახ, შეუძლია შემოიტანოს განაცხადი. ძირითადი კატეგორია ერთ-ერთი გახლავთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და დაწესებულების პროგრამა. დაწესებულებას შემოაქვს განაცხადი, წარმოადგენს პროგრამას, რამოდენიმე პროგრამა შეუძლია წარმოადგინოს, არ არის აუცილებელი რომ თითო დაწესებულებიდან, თითო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და კოლეჯიდან ერთი იყოს მხოლოდ. კოლეჯს ასევე შეუძლია ნომინაცია გაუკეთოს თავის სტუდენტს ან მასწავლებელს და კოლეჯს ბიზნეს პარტნიორთან ერთად შეუძლია წარმოადგინოს ასევე განაცხადი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ბიზნეს პარტნიორის კატეგორიაში. ბიზნეს პარტნიორის კატეგორიაში თავად კომპანიებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ განაცხადი. კომპანიები, რომლებიც თანამშრომლობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სხვადასხვა სახით, იქნება ეს ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში თუ პროგრამების განვითარებაში ჩართულობა, ან საკუთარი თანამშრომლების განვითარება პროფესიული, მათაც შეუძლიათ წარმოადგინონ განაცხადი. და ცალკე სტუდენტს და ცალკე მასწავლებელს შეუძლია თავი წარმოადგინოს. მაგდა რამდენად ეხმარება ეს კონკურსი პროფესიული განათლების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში? რა გაჩვენათ ამ გასულმა წლებმა? რა ბენეფიტია მათთვის ამ კონკურსში მონაწილეობა? 2017 წელს, როდესაც დავაფუძნეთ კონკურსი და აქ მე მინდა აღვნიშნო, რომ გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდთან ერთად ვახორციელებთ ამ კონკურსს და ისინი გახლავენ ჩვენი გენერალური პარტნიორები და სპონსორები. 2017 წელს ნაკლებად პოპულარული იყო ზოგადად პროფესიული განათლება და ძირითადად აბიტურიენტი, ახალგაზრდა და ასევე დასრულიც, როდესაც ფიქრობდა ახალი პროფესიის დაუფლებაზე, მიდიოდა მაინც უნივერსიტეტში და უმაღლესი განათლება იყო ერთადერთი ალტერნატივა. თუმცა 2017 წლის შემდგომ ძალიან კარგი რეფორმა ჩატარდა პროფესიული განათლების სექტორში, უამრავი ახალი ორგანიზაციები შემოვიდნენ, რომლებმაც ჩვენსავით დაიწყეს პროფესიულ განათლებაში თანხების ინვესტირება, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, დაფუძნება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ეს ყველაფერი გვაძლევს იმას, რომ დღეს პროფესიული განათლება არის უკვე პოპულარული.
რეალურად ალტერნატივად არის მიჩნეული უმაღლესი განათლების და თუ მოკლე ვადაში პროფესიის დაუფლება გსურთ და გინდათ რომ დაფუძნდეთ როგორც პროფესიონალი და სპეციალისტი, პროფესიული განათლება არის საუკეთესო ალტერნატივა. თავი არის დასაქმება, სწორედ ეს ყველაფერი მის კეთდება, რომ ეს ადამიანები დასაქმება. ეს ყველა პროფესიულ სასწავლებელს აქვს თავისთავად, მაგრამ ის ვინც მუდმივად საყვედურს გამოთქვამდა, რომ სამუშაო ადგილებზე ჭირდებოდათ პროფესიონალი ადამიანები, თვითონ საბოლოოდ ჩაერთნენ იგივე პარტნიორები გახდნენ ასეთი პროფესიული სასწავლებლების და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფონდების არსებობა. რა არის თავარი ჯილდო? ჯილდო ყველა კატეგორიაში არის სხვადასხვა. ძირითადად ჩვენ გადავცემთ აღჭურვილობას, რომელიც სასწავლო მიზნებისთვის არის საჭირო. ეს შეიძლება იყოს სმარტბორდები, კომპიუტერები და სხვადასხვა აღჭურვილობა, დანადგარები, ანუ ტექნიკა. გარდა ამისა, გვაქვს სპეციალური ჯილდოები, საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო, ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის, პროფესიული უნარების სააგენტოს ჯილდო, მომზადება გადამზადების პროგრამისთვის, ანუ მოკლევადიანი პროგრამებისთვის, ასევე გვაქვს ისრაელის საელჩოს ჯილდო და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის. სანამ ჯილდომდე მივალთ, ხო უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი. აი კრიტერიუმები როგორია, შეფასები როგორ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა? სხვადასხვა კატეგორიაში ბუნებრივია სხვადასხვა კრიტერიუმია. მთავარია, როგორც თქვი, წარმატების ისტორია უნდა აჩვენოთ. უნდა აჩვენოთ, რამდენად თქვა თუ პროგრამაზეა საუბარი, რამდენად კარგად საქმდებიან თქვენი კურსდამთავრებულები, რა სიახლეები შემოგაქვთ პროფესიულ განათლებაში, კერძო სექტორთან თუ გაქვთ თანამშრომლობა, რა სახის თანამშრომლობა გაქვთ, ინოვაციური თუ ხართ პროგრამა და შრომის ბაზარს თუ პასუხობს ის საგამართლებლო პროგრამა, რომელსაც თქვენ სთავაზობთ და სხვადასხვა კატეგორიები. რა დახურულია და რა არის ღია? აი მაგალითად თქვენ ახსენეთ რომ ჟიურის წინაშე პრეზენტაცია, ეს რა ნაწილია? ანუ იქ რა არის მოსაყოლი და რა არის დაუშვათ არასაჯარო? პირველ რიგში განაცხადებს ვიღებთ 22 სექტემბრამდე გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩვენი 1000 წევრის ფონდის ვებგვერდზე შემოხვიდეთ, გახსნათ აპლიკაციო ფორმა შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ 22 სექტემბრამდე ამ წლის. შემდეგ უკვე ჟიური შეაფასებს განაცხადების ფორმას და ადგენს shortlist-ს, ანუ ნახევარფინალისტებს და ნახევარფინალისტებს ჩვენ უკვე მოვიწვევთ გასაუბრებაზე. აი ეს ნახევარფინალისტები წარდგებიან ჟიურის წინაშე. ჟიურის წინაშე ნახევარფინალისტები წარადგენენ თავიანთ წარმატების ისტორიას. ამის შემდეგ უკვე ჟიური ფინალისტებს დაადგენს ფინალისტების სიას და შემდეგ უკვე გამარჯვებულებს და როგორც წესი დაჯილდოების ცერემონიას მართავთ წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში. მე 22 სექტემბრამდე არის განაცხადების მიღება და ვადა. ამ დრო არის საკმაოდ შვენიერი დიახ, აი ბიზნესზე საუბრობდით თქვენ, ბიზნეს სექტორის მონაწილეობა ამ პროცესში, რადგან გადამწყვეტია პროფესიული განათლების ზოგადად ამ სფეროს განვითარება და წარმოუდგენელია ბიზნესის გარეშე. რამდენად კმაყოფილები ხართ? რამდენად არის ჩართული ბიზნესი ისე როგორც საჭიროა დღეს? კერძო სექტორის ჩართულობა გაზრდილი გახლავთ, როგორც კი ბიზნესმა დაინახა თუ რა სარგებელი მოაქვს პროფესიულ განათლებას, რომ ვერც ერთი ბიზნესი ვერ განვითარდება თუ არ ყავს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი, კადრი, რომელიც დაეხმარება ბიზნეს წინსვლაში. შესაბამისად, როგორც კი ეს დაინახეს ბიზნესებმა და ეს ვიტყოდი დაახლოებით 2017-18 წლიდან დაიწყო ეს კარგი ტენდენცია, ბიზნესმა უკვე დაიწყო როგორც ინვესტიციების ჩადება პროფესიულ განათლებაში, ჩვენი ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებშიც, ჩვენ 60-მდე ახალი საგამართლებლო პროგრამა შევიმუშავეთ ან განვაახლეთ არსებული პროგრამები, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდეს და მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ ვაფინანსებდით ნაწილს, დაახლოებით 12 მილიონი ამერიკული დოლარი ჩავდეთ პროფესიულ განათლებაში და ნახევარი თანადაფინანსებით უნდა შემოსულიყო ბიზნესი. დაახლოებით 6 მილიონი დოლარის თანადაფინანსება გაიღო კერძო სექტორმა, რაც საკმაოდ კარგი თანხაა და კერძო საჯარო პარტნიორობა ამით ძალიან კარგად განვითარდა და განხორციელდა ქვეყანაში. ჩართულობა გაზრდილია როგორც დასაქმების მაჩვენებელი რამდენად მაღალი გახლავთ, განსაკუთრებით იმ პროგრამებზე, სადაც დღეს საქართველოში გვჭირდება სპეციალისტები, საინჟინრო, საბუნებისმეტყველო, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ანუ შავშენებლო ბიზნეს ჭირდება ძალიან კარგი კვალიფიკაციის ინჟინრები განსაკუთრებით ჭირდება, ასევე რა თქმა უნდა ტექნიკური მიმართულებები, IT მიმართულება, ეხლა უკვე შემოდის ხელოვნური ინტელექტი და დიდი მადლობა მაგდა მაგრაძეს, წარმატება უსურვოთ კონკურსანტებს. ახლა 9 საათია